ევროსაბჭოში თვითმმართველობის რეფორმის გარდა საქართველოში 2014 წელს ჩატარებული თვითმმართველობის არჩევნებით შეფასდა. მიღებულია სპეციალური რეზოლუციაც, სადაც ნათქვამია, რომ საერთო ჯამში არჩევნებმა თავისუფალ და გამჭვირვალე გარემოში ჩაიარა და ამომრჩეველს ჰქონდა ნება თავისუფლად გაეკეთებინა არჩევანი. მიღებულ რეზოლუციას უკვე მოჰყვა პირველი გამოხმაურება თბილისში. საკრებულოს წევრი ბექა ნაცვლიშვილი აცხადებს, რომ ახალი დოკუმენტი ქვეყნის საერთაშორისო რეიტინგის ამაღლებაზე გავლენას მოახდენს. აბსოლუტურად ყველა რეფორმის ნაწილი, რომელიც გაატარა საქართველოს ხელისუფლებამ, ახლანდელმა ხელისუფლებამ არის მოწონებული, დაწყებული საარჩევნო პრაქტიკიდან, დამთავრებული ვთქვათ, იგივე მერებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ხელისუფლების არჩევის თვალსაზრისით. ეს არის ცოცხალი პროცესი, თვითმმართველობის რეფორმა ერთი ხელის მოსმით არცად არ ხდება და შესაბამისად ჩვენ უნდა ველოდოთ, რომ ეტაპობრივად მივაღწევთ მართლაც ჭეშმარიტ თვითმმართველობას საქართველოში.